საღამო მშვიდობის. მოკლედ გუშინდელი ვიდეოს მერე კომენტარები რო დამიწერეთ. დიდი მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის. და მინდა ერთ კომენტარს გავცე პასუხი, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ესე ჩამაფიქრა იმ გაგებით, რომ რაც დამიწერა, რომ რაღაცა ნათქვამი გაქვს, ანუ ერთ-ერთმა კომენტატორმა დამიწერა, ანუ რუსკა 3338. რუსკამ დამიწერა ესეთი რაღაცა, ეხლა წაგიკითხავთ. სათვალე გავწმინდე. მაინც არ იწმინდება ისე, როგორც მე მინდა, მგონი ახალი მჭირდება. მოკლედ ესეთი კომენტარია. ხო, ჯერ ეს ერთი, ანუ სამი კომენტარი დამიწერა რუსკამ და ერთ-ერთი კომენტარია ესეთი, რაც შეეხება ცდებსო, ანუ ცდებს, ჯერ ვერ მივხვდი, შეიძლება რაღაცა არასწორად თქვათ სიტყვაზე მე რაღაცა ვთქვი და არასწორი ინტერპრეტაციით მიიღო, გაიგო ვინმე. ესეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ადამიანებს ყველას თავისი წარმოსახვა აქვს, ყველას თავისი აღქმა აქვს რაღაცა ინფორმაციის, თუნდაც ვითომ და სტანდარტული, ხო, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც ცოტა აბსტრაქტულადაც ფიქრობენ, მაგალითად დედაჩემს რო ველაპარაკები, აი ძალიან ზედმეტებში გადადის ხოლმე, ანუ ბევრს ფიქრობს, მე მარტივ ენაზე ვსაუბრობ ხოლმე. ხო, რაც შეეხება ცდებსო, მხოლოდ მაპატიეთ ამ სიტყვაზე მობოზო ელემენტები წერენ ცდებს თუ კომენტარებს, ვერ მივხვდი. ალბათ კომენტარები იგულისხმა. შენც ხომ ერთ დროს ძალიან ცუდად საუბრობდი ქალის მიმართო და ეს რა ელემენტია გითხარი გთხოვო. ანუ ეხლა ცუდად საუბრობდი ქალის მიმართ, მე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ანუ მიმართ რა ადამიანზე ვისაუბრებ უარყოფით კონტექსტში, იმ შემთხვევაში თუ იმ ადამიანს აქვს რაღაცა, ეს ჩემი აზრია, ხო? ყველას გვაქვს, ხო, უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი. ხა თქვენ რო ვთქვათ სამართლიანად თუ სამართლოდ რო გამოვხატავთ რაღაცა აზრს, ხო? ხო, ამის უფლება გაქვთ, ხო? ეს უკვე მერე ჩემი უფლებას ვიტოვებ. მე ესეთი ვთქვათ კომენტარი დავტოვო ან არ დავტოვო, ხო? ანუ ზოგადად ესეა. ეს YouTube ვიდეოს ქვეშ. რაც შეეხება იმას, რომ ეხლა მე ცუდად თუ ვინმე ეხლა კონკრეტულად მე საერთოდ არ მახასიათებს, რომ დავაკონკრეტო და რაღაცა კონკრეტული, ვთქვათ, თუმცა ყოფილა რაღაცა მაგალითი მომიყვანია კონკრეტული, მაგრამ ვცდილობ ხოლმე ზოგადად ვისაუბრო, იმიტომ რომ ეხლა არ ვუარყოთ ის, რომ როგორც კაცები ცოდავენ, ისევე ქალები ცოდავენ, ხო? მე მგონი ამაში შევთანხმდებით და დამეთანხმებით, რომ არ არსებობს ისეთი ფენომენი, რომ აი ბუნებაში რომ ქალი სულ მართალია და კაცი სულ ტყუის, ან პირიქით, კაცი სულ მართალია, ქალი სულ ტყუის, ხო? ანუ ქალი კონკრეტულად, ანუ რა სექსიზმია ეს? ქალი, კაცი, ანუ ადამიანი, რომელიც რაიმეს აშავებს, ცუდად იქცევა, მაგრამ როგორც წესი, ქალების უმრავლესობას, ესე გვახასიათებს, რომ ახლა ჩვენ ქალები ვართ, ამიტომ გვინდა რომ სულ ჩვენი უფლებები იყოს დაცული და იქით ვეღარაფერს და ვერავის ვერ ხედავთ. ესე არ არის. ანუ ზოგადად ადამიანი, მაშინ ხარ ადამიანი, როცა შენ სქეს რაღაცა მომენტში დაივიწყებ და შეხედავ სიტუაციას იმის მიხედვით, ანუ როგორ მოიქცა ადამიანი, ხო? და არა ის. ხა მე პირადად, როცა ადამიანი შემეხება ცუდად, ხო? პირადად მე. ეხლა სხვასაც რო შეხებია, ვთქვათ, ცუდად, იმაზეც ვთქვათ, შეიძლება ვიდეოში არ მახსენდება, მაგრამ შეიძლება ვთქვა, რაღაცა აზრი გამოვხატო, ხო? მე მგონი ამის უფლება გვაქვს, რომ ანუ არ მოიქცა სწორედ, არ იყო კარგი და არის ესეთი ტიპის ადამიანები და ასე და ასე შემდეგ, ხო? მე მგონი ბევრჯერ მაქვს მსგავსი რამე ნათქვამი. და
რატოა კონკრეტებ რუსკა იმას, რომ მე მაინდა-მაინც ქალზე მოგწევ, მე თვითონ ქალი არა ვარ, ან მე თვითონ არ დავჩაგრულ ვარ ცხოვრებაში და არა ამის გამო უნდა ეხლა რქები ამომივიდეს და კბილები და გვილესო ბრჭყალები და უნდა გამეწყო მთლიანი ასე ვთქვათ კაცობრიობის, ანუ კაცების მიმართ აგრესიულად და ზონდა მაშვებოდა არ არის ეგრე, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ორივე სქესს აქვს ძალიან დიდი ცოდვები და არ გვინდა ესეთი დაკონკრეტება, რომ ეხლა ქალების მიმართ მაქვს მეცუდი, რა ვქვია, ადამიანი როცა აშავებს, ის ქალი იქნება თუ კაცი, ესეა. ხო, ანუ კონკრეტულად ეხლა ეს ქალი ესეთია, მხოლოდ ქალია დამნაშავე და კაცი იდეალურია, როდის მე ეგეთი რაღაცა გაგიგიათ ჩემგან, რომ მე მეთქვას, რომ აი კაცები სულ მართლები არიან და ქალები აშავებენ ყველაფერს. მე მგონი არა. თუ კარგად მოусმენთ ჩემ ნებისმიერ ვიდეოს, მიხვდებით, რომ ესეთი მსგავსი ეს გაფიქრებითაც კი არ განფიქრე, არამც თუ მეთქვას ვიდეოში, ხო? რაც შეეხება მეორე რუსკას მეორე კომენტარი მინდა კიდე ასე ვთქვათ წავიკითხო. პირველი დამეწერა მგონი მართლა კარგი შვილები ყავს, მადი ღმერთმა კარგად გიმყოფოს. მადლობა გაიხარე. ვფიქრობ ალბათ რუსკა თქვენც დედა ხართ, ხო? ეხლა მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ის არხი დიდი ხანია გაქვთ, არ ვიცი, შეიძლება ადრეც დაგიწერიათ ჩემთვის კომენტარი და მე უბრალოდ ახლა ამდენი რა ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომენტარებს რო ვკითხულობ ყველა სახელს მემაპატიეთ, ვერ ვიმახსოვრებ, ჯერ ისეთ სახელებზე ხო მაქვს ეს პრობლემა დამახსოვრების. თუ რა თქმა უნდა ისეთი მარტივი სახელი არ არის, რომ ხო აღარ მინდა მაგის გავრცობა. მადიო, შენ ქმრებს სხვანაირად ჯიდი, ასე გაქვს ნათქვამიო. აი ამაზე მართლა გამეცინა რუსკა, იმიტომ რომ ალბათ მე არ ვიცი, მე მგონია, რომ ვიღაცა სხვა ვლოგერში ხო არ შეგეშალა, იმიტომ რომ მე ზოგადად პირად ჩემ ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ ვიდეოებში, თუ ზოგადად რაღაცა ისეთი ვთქვი და რაღაცა მე ეს აზრათაც არ გამივლე, შეიძლება თუ რამე მსგავსი რაღაცა სიტყვაზე ვიძახი, ახლა ეს სიტყვის მასალა თუ რაღაცა ისეთი შეიძლება არასწორად გაიგე, იმიტომ რომ რა დასჯილი მე მეგობრებო, დასჯილი მე ვარ, იმიტომ რომ როგორ რითი უნდა დამესაჯა მე ვინმე და დამსაჯეს მე ფაქტიურად მარტო ხელა დედა ვარ, როგორ ვინ დავსაჯერა სისულელეა. თან ისო ასე გაქვს ნათქვამიო. სხვანაირად სჭიდიო, სხვანაირად რას ნიშნავს სხვა? არ ვიცი, თან ქმრებსო. ნუ მოკლედ. ხო და არა რუსკა რაღაცა გეშლება უეჭველი, მსგავსი მე არ მახსენდება, აი მართლა არ მახსენდება. თუ მაინდა-მაინც აი რაღაცა ისეთი, ანუ კონკრეტულ ვიდეოზე გაქვს საუბარი, ძალიან გთხოვ, თუ არ დაგეზარება, მითხარი რომელ ვიდეოში მაქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი, არ ვიცი, მე ხო ვამბობ, მე საერთოდ ესეთი წესი მაქვს YouTube-ზე, მე ჩემ პირად ცხოვრებაზე, ჩემ მას არ როგორ ვთქვათ, არ ვაზიარებ რა მოკლედ, ჩემ პირადზე არ ვსაუბრობ და მით უმეტეს ჩემი შვილების მამა, მე მგონი 1-2-ჯერ მაქვს თუ 3-ჯერ ნახსენები ისე აი გაკვირით და როგორ ვიტყოდი იმას, რომ მე იმად ვიჯიდი და რაღაცა ესეთი სისულელე. შეიძლება სხვანაირად გაიგე, თქვათ რაიმე ვიდეოში, ან ვიღაცა სხვის ვიდეოში იყო და რატომღაც მეც მქონია ესეთი რაღაცა, მაგალითად სხვის ვიდეოსთვის მიყურებია და რაღაცნაირად აი ხო არის რომ აი ფილმს რო უყურებ, ხო? და რაღაცა მომენტია და სხვა ფილმის ის რო გავს სიუჟეტით, რაღაცნაირად იმას გიქნია რა და ყოფილა ესეთი მომენტი ყოფილა, ჩემდასაც ქონია და არა მეთქი ეს სხვა ფილმია და ეს სხვა, ანუ მიხვდით რას ვიძახი. ხო და რუსკა არ ვიცი, აი მართლა შვილების სიცოცხლეს ვფიცავარ, მსგავსი მე არ მახსენდება და არც ვიტყოდი ეგეთ რაღაცას ასისულელა, რაც ანუ ტვინში არ მოდის ესეთი ისო დასჯა და რაღაცა ესეთი ისე როგორ ვიტყოდი. გამორიცხულია. ხო.
რაც შეეხება ესეთ ანუ საკმაოდ სხვადასხვა ამ ვიდეოს ქვეშ ანუ ასე ვთქვათ ტრადიციულად როგორც არის ხოლმე ჩემ ვიდეოს ქვეშ ცოტა კომენტარები, ნუ ახლა ისეთი თემა იყო იამ დამიწერა მართლა კარგი შვილები ყავს მადი, რადგან შენ ხარ კარგიო, არც ისეთი კარგი ვარ ინგა მეთქი ია. მე ესე იგი, აი ხო გეუბნებით სახელებზე მაქვს, რა ვიცი, მე მაპატიეთ. ია, არა ვარ კარგი, მართლა არა ვარ კარგი, ახლა არც ვცდილობ რომ ვიყო კარგი, ის ვარ რაც ვარ, ანუ როგორც ვარ, მე ანუ შინაგანად, ანუ როგორც ძალიან ბევრი ცუდი აზრებიც გამჩენია, ახლა არ მოგატყუებთ რა არის აქ მოსატყუებელი ადამიანები ვართ და ხასიათსაც გააჩნია, ახლა მაგალითად, როცა ადამიანი ცუდ ხასიათზე ხარ, ხო? 1000 საშინელი აზრები მოგივა თავში, ხო? ეს ჩვეულებრივი მომენტია. ხო და კარგი ადამიანი მე მიმაჩნია რომ არის სულ მართალი ყოველთვის ნუ აი მე ესე მყავს რა კარგი ადამიანი ნუ ახლა სიკარგე თუ იქიდან გამომდინარეობს მხოლოდ რომ თქვა რაღაცა სიკეთეები აკეთო ცხოვრებაში და თავაზიანი იყო და რაღაცა მაშინ ხო კარგი უყოფილვარ მაგრამ მე ვფიქრობ რომ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს სიკარგეს და მაინც მადლობა ესეთი შეფასებისთვის ხო, შვილები, კი, მართლა კარგი შვილები მყავს, კი, თავისთავადი მათ აქვთ ესე ვთქვათ, რაღაცა ნაკლოვანებები, რომელიც მე ვიცი და ყოველ შემთხვევაში, ნუ, არავის არაფერს არ უშავებენ, ანუ დაშავებით მე ვიძახი, არ არიან ისეთი, რომ აი მაგალითად ვიღაცას რაღაცა აი როგორ ვთქვათ, ან ფიზიკურად ცუდად შეეხონ, ან ცუდად, ნუ მოკლედ რა, ნებისმიერი შეხება რა, ფიზიკური იქნება თუ ისე, არა აქვთ ესეთი ბუნებით არიან, აი რაღაც ხვანაირები, არ ცდილობენ აი განზრახ რაღაცა საძაგლობა ჩაიფიქრონ, როგორც არის ხოლმე ხშირად მე შევჩეხილ ვარ ბავშვობიდან. არა, აი ძალიან სუფთა ალალი, თუ რა თქმა უნდა მათ ცუდად ეხებიან, პასუხს ცემენ დიდება უფალს რომ ეს აქვთ ხო? ახლა აბა სულელები და დებილები არ არიან, ახლა რომ პასუხი არ გასცენ თუ რაღაცა ისეთი ის არის ხო? ეს ბუნებრივიც არის. რაღაცა მოქმედებას მოყვება, ასე ვთქვათ, ის საწინააღმდეგო ის პასუხი. ხო, კიდე რა ვიკითხავ? ხო, ეს ისე მომეწონა ეს კომენტარი და საერთოდ ზოგადად არა ვარ მე შურიანი ადამიანი, მაგრამ აი ამ კომენტარის მერე ვიგრძენი ის რომ შური რა არის? შური არის მწუხარება სხვის სასიხარულსა ზედა, ხო? ხო, აი შევწუხდი რომ რატო მეთქი მე არ მყავდა ესეთი არ მყოლია თქო რა ესეთი ანუ ნათესავი. ეს ნიკოლე 40 ყველაზე საუკეთესო ძვირფასი ბიცოლა და ბიძა მყავდა მსოფლიოშიო. ბიძა ძალიან ადრე გარდაიცვალა მიუხედავად იმისა, რომ ამომავალი მზე იყო. ისე მიყვარდა და მიყვარს დედასავით, ისე ვუყვარდი. მულიშვილები ისე ხშირად ვრჩებოდით მასთან, შიშარა ვიყავი და ღამე თავისთან მაძინებდა. ჩემი სიყვარული ბიცოლავ ბიცოლაც, ხო, ჩემი სიყვარული ბიცოლაც, მაპატიეთ, ძალიან წვრილი შრიფტია და ნოუთბუქი დამკითხულობ. ჩემი სიყვარული ბიცოლაც გარდაიცვალა 44 წლის ასაკშიო, ისე შემებრალა 44, აი არ ვიცი, ძალიან პატარა, ანუ თუმცა მე მამა ჩემის დედა იყო, თუ სწორედ მახსოვს 59 წლის, რო გარდაიცვალა. გარდაიცვალა 44 წლის ასაკში 12 წელზე მეტი გავიდა, რაც გარდაიცვალა ვერ მოვინელებ, რა თქმა უნდა ვერც მოვინელებ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ძალიან ახლობელია შენთვის და ის ვერ შეეგუები სანამ ცოცხალი ხარ, რომ ის სადღაცას რო იყოს კიდე ხო, აი რო აღარ არის ბუნებაში საერთოდ, აი ძალიან ძიმეა და ეხლა ძალიან ესეთი ნაცნობი ემოციაა. ვერ შევეგუო, რომ აღარა მის მოწერილ წელს თვალის ჩინივით ვუფრთხილდები.
ჩემი დიდი ხო, ჩემ დოდო ისე მიყვარს ეს სახელი, არ ვიცი, ვისაც ვიცნობდი დოდოს, ყველა იყო ძალიან თბილი და ტკბილი ადამიანი მართლაც. ჩემი დოდო ბიცოლა, ჩემი ყოველდღიური ტკივილია. ძალიან მწუხარ, ძალიან გული ამიჩუყა ამ კომენტარმა. კატო კატერინა, ჩვენი ახალი გამომწერი, ძალიან კარგი გოგო. ეხმადი, სამწუხაროდ მესმის თქვენ ტკივილი ბავშვობის მოგონებებთან დაკავშირებითო. მე იმიტომ ვთქვი, რომ ბევრი მეთქი თავს მოიკითხავს, იმიტომ რომ ეს ძალიან გავრცელებული რამეა, ძალიან. დაკავშირებით გისმენთ და ბევრი საერთო ტკივილი აღმომაჩინე. მინდა საუკეთესო დღეები გისურვოთ ცხოვრებაში. ძვირფასო და კიდევ მადლობა სიმართლისთვის, ბევრი ვერ ბედავს ასე გულწრფელად საუბარს კოცნით, საყვარელისო ბიჭი, მოგიტყვა, სოსო მოგიკითხეს. მოკლედ, კატო, რა არის იცი, სიმართლე, ახლა მე მაგალითად ჩემი სიმართლის გამო ძალიან ხშირად ვისჯებოდი, ვიჩაგრებოდი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ესეთი ვიყავი, მე რაღაცა ცოტა ჭკუა ვისწავლე და ანუ ენას კბილს ვაჭერდი ხოლმე და ჩემ თავს ვაიძულებდი რომ რაღაცები არ მეთქვა, თორე ძალიან ხშირად ხვდებოდა სიმართლის გამო, იმიტომ რომ სიმართლე ზოგადად მით უმეტეს ჩვენ ცხოვრებაში ხშირ შემთხვევაში არ არის იმდენად ტკბილი, რამდენადაც შეიძლება იყოს ტყუილი. შელამაზებული, შეფერადებული და ესე მოწოდებული ტყუილი გვესმის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? და როცა სიმართლეს ლაპარაკობ, ხო, ჯერ ყურსაც ჭრის რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეხლა ვერ ვიტყვი რომ ცხოვრება სავსეა მარტო ცუდით და ტკივილით და ისა. კი, არის ისიც, მაგრამ წინა პლანზე მაინც ვცდილობთ ადამიანები წამოვწიოთ რაღაცა პოზიტიური რომ იქნებდა, ასე ვთქვათ, ამ სინათლემ გაანათოს და ის სიბნელეები და ის ჩრდილები, სადაც ეს კუნჭულებში დარჩენი და სულ განათდეს და სულ რაღაცა ესეთი ნათელი იყოს რა, ანუ ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით. ხო და აი ეს არის სულ ესე საუბრობ ხოლმე და ბევრს მაგიტო არ მოვწონ ვარ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ შინაურებშიც მაქვს ხოლმე მაგაზე ძალიან ხშირად კამათი, იმიტომ რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს, მოდით ესეც ვთქვათ, ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ რომ ყველა თავის ცხოვრებას ცხოვრობს და მისი გადასახედიდან, მისი ემოციებიდან ისეა, ანუ მართალი. და მე ჩემი ემოციები და ჩემი გადასახედიდან ჩემთვის ესეა სიმართლე, ანუ მე კონკრეტულ შემთხვევებზე მაქვს საუბარი. როცა რაღაცა პირადად მე მეხება და ანუ ზოგადად არა, ანუ კონკრეტულად როცა გეხება ადამიანს. ხო და ჭეშმარიტება როგორც ცხადია, ერთია, მაგრამ იმიტომ ვიძახი ხოლმე, რომ ორივე მხარე, როცა ორი ადამიანი თქვათ ერთმანეთში კამათობს, ხო? არც ერთია სრულად მართალი და არც ერთია მართალი და არც მტყუარი. ანუ არის რაღაცა, შეიძლება ხო გადაწონოს ერთმა ადამიანმა თავისი საქციელით თუ სიმართლით მეორე ადამიანზე, აი ზუსტად მაგაზე მაქვს ხოლმე საუბარი, რომ არასწორი შეფასებები ხდება და წინა ვიდეოშიც მაგაზე მქონდა ლაპარაკი, რომ სანამ დასკვნა გაკეთდება, ჯერ უნდა აიწონ და რატოა საერთოდ ეს ახლა ჩვენ სასამართლოზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად სასამართლო იდეით რა, რისთვის არის, რომ ზუსტად მოხდეს, ასე ვთქვათ, მე ვლაპარაკობ სამართლიან სასამართლოზე. როცა წვიტავს მართლა სამართლიანად, ანუ სოსო ვინ იყო მაშინ ანუბისი იყო ეს გარდაცვალების მერე რო ხვდებოდა იქ. და რომ უნდა აეწონათ ბუმბულზე ჩატე უნდა ყოფილიყო, ხო, სული? ხო, ნუ აი დაახლოებით აი ესეთი ის არის რა, ანუ ესე უნდა ხდებოდეს აწონვა, გადაწონვა ადამიანის, ანუ საქციელიდან გამომდინარე. ხო, და კიდე მთავარი არ დამავიწყდეს მეგობრებო, ეს არის
ყოველთვის მე ადრე კიდე ბავშვობაში ძალიან ისე ფანტაზიებში მივდიოდი და ადამიანებს ცოტა სხვაგვარად ვუყურებდი ძალიან ანუ ჩემი წარმოსახვის იმითი ვაფასებდი და ჩემ წარმოსახვაში როცა ადამიანი რაღაცა ისეთად მეჩვენებოდა ისე ვუყურებდი მაგრამ ნახეთ ყველა ადამიანი თავისი საქციელის მიხედვით უნდა შეფასდეს თავისი მხოლოდ და მხოლოდ თავისი საქციელის მიხედვით სხვა შემთხვევაში მხოლოდ აი ხა მე მაგალითად გითხრათ რომ აი ხა სათვალე ავიღეთ ხო თქვენ ხო ხა ვერ ხედავთ ხო და თქვენ უბრალოდ სიტყვაზე მენდობით ამ დროს მართლა ავიღე ხო ეხა მაგრამ თქვენ ანუ სანამ არ დაინახავთ რომ მე ეს მართლა გავაკეთე ეს მოქმედება ხო ანუ მაინც ანუ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეჭვი უნდა შეიტანოთ ყველაფერში მაგრამ ზოგადად მაინც ანუ მნიშვნელოვანი მოვლენები ცხოვრებაში მტკიცებულებებს საჭიროებს და ანუ და ხო რა მტკიცებულებებს საჭიროებს რა მოქმედებით ხო მაუსი დავკარგე ეს ნოტბუქის სისტემაში მიშლის ხო იამ კიდე ის მომწერა რომ მეზობელი ყავდა ესეთი ხო ია იცი რა არის ეხლა ვინც იცის ჩემ ქუჩაზე ამბები და რაღაცა მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი ეხლა ის ადამიანები ანუ მოდით ესე ვთქვათ ცოტა ლამაზად დავარქვათ რაღაცა სახელი ну სუსტი ხო ფაქცების ქალბატონები მოდით ესე ვიტყვი რომ ისი ხო სხვას ну რა თქმა უნდა თუ სხვას არაფერს არ უშავებენ აი ну კი არ არის მე მაინც რაღაცნაირად ისე მაშობა რომ არ არის ხო ლამაზი ახლა რელიგიურადაც ისე მაგრამ აი მართალი თქვა იამის რომ ანუ ზოგი ესეთი ადამიანი ანუ ზემოთ აღნიშნული ადამიანი რომელიც ვახსენე უფრო პატიოსანია აი ესე ვიტყოდი პატიოსანი რა გაგებით ანუ არა სხეულით ანუ შეგნებით ადამიანობით უფრო პატიოსანია ვიდრე ეს ვთქვათ აი რომ რაღაცა როგორ ვთქვათ აი მე სიტყვა არ არსებობს ესეთი მოკლედ ადამიანი რომელიც აი ჩვეულებრივად ცხოვრობს მაგრამ სული აქვს ისე გარყვნილი და სულით არის ისეთი რომ რა ვიცი აი თან რომ ერჩის ადამიანებს ცუდად ну აი მე ესე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა მათზე უფრო ცოდვილი ის არის ვინც შეიძლება თავის თავსაც არაფერს უშავებს და ისა მაგრამ სხვას უშავებს თავისი ცუდი ენით ცუდი ქმედებებით ხო ესეთი მეზობელი ყავდაო ხო ну ეგეთი მეზობელი მე მგონი ყველას ყავს და ეხა ჩვენ ეზოში რასაც ვაკვირდები რაც ეხა მგონი 5 წელია ხო რაც ვცხოვრობ არც ვითვლი 5 იქნება კი და რაც აქ ვარ ну არ არის ისეთი მეზობელი არავინ რომელიც აი მაგალითად რაღაცებს ხართავდეს და რაღაცა ესეთი არ არის შეიძლება იყო ადრე, არ ვიცი, ეხლა მე არ გამიგია, არ შევხვედრი ვარ ესეთ რამეს. ხო, ელენამ წერს, მე კიდევ შენი გარეგნობით გავოგდი დღესო სუპერვიძე ხარო, რა სუპერვიძე, აი ჩემი თავი ისე მინდა დავინახო, ანუ სუპერვიდს რას ვეძახი, ანუ ჩემთვის სუპერვიდი იმ წონაში, იმ სხეულში რომ დავბრუნდები, როგორიც ვიყავი, ანუ რაც უნდა წესით, როგორიც უნდა ვიყო ბუნებრივად. ისა, ეხლა ხო. ანუ ეხლა მოგისმენდა შეიძლება კიდევ შეგაწუხო კომენტებითო. ანუ აი ეხლა თავის ქება ну, ეხლა რაზე შევაქებდი ჩემ თავს ეხლა დიდად არ მიყვარს თავის შეკება ხოლმე თუ შემატყობთ. მაგრამ ზოგადად ეხლა ბუნებამ, ну, ესე მომცა ბუნებამ და ასე ვთქვათ, დამაჯილდოვა თუ გენები თუ რაღაცა პროპორციულობით ყველაფერი რაღაცა, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ანუ აქვს თავისებური შარმი. მოდი ასე ვიტყვი.
მე მინახია ადამიანები შეიძლება მაღლები იყვნენ, ხო? აი, ანუ სიმაღლეზე ჩანს, ხო? მაინც რაღაცა სიმაღლე ჩანს, იმიტომაც აყავთ მანეკენად მაღალი გოგოები. მაგრამ შეიძლება არ ქონდეს ისეთი ფორმები და უბრალოდ იცოდეს პატარ-პატარა ეშმაკობები, ან ისე იცმევდეს, ან ისე იხდენდეს რაღაცას, რომ ჩანდეს, რომ ვითომ ლამაზია. ამ დროს აი ბუნებრიობით, ანუ ესეთი პროპორციულობით და რაღაცა შეიძლება არ გამოირჩეოდეს, ხო? ასევე შეიძლება იყოს ტანი თუ თქვათ დაბალი ადამიანი, მაგრამ აი კოხტა პატარა თოჯინასავით იყოს, ჩვენ მანეკენის კურსებზე რომ დავდიოდი, ანუ რომ ვსწავლობდი, იყო ერთი ძალიან პატარა გოგო იყო, აი 1.60 იყო მგონი სიმაღლით, მაგრამ ისეთი ანუ პროპორციებიც ისეთი ქონდა, ანუ წყობა, ყველაფერი, ანუ აწყობილი თოჯინა რა, რასაც ქვია, ულამაზესი გოგო. უბრალოდ არ იყო მაღალი. და ანუ მიიღეს, მანდ ისეთი ის იყო რა, ანუ პატარა გამოცდასავით იყო და მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიიღეს, რომ არა მოდელიორ მანეკენის ის ჩაეწერებოდა საბუჩი, არამედ ფოტომოდელის, ანუ ფოტომოდელს ახლა სიმაღლე დიდად არ ჭირდება, თუმცა იქაც ნუ არის ისეთი სურათები, სადაც ჩანს. ხო და ჩემზე ნუ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი, რასაც ქვია, ისე ჯავრობდა, რომ რატომ აი ცოტათიო მეტი მოეცაო, ღმერთო შენთვისო სიმაღლეო, იმიტომ რომ ანუ ზუსტად იმ სტანდარტებში რომ ჩავჯექი რა, ეს გულშემეწირებელობა ეძოდა წელის ისა, ზუსტად რომ ჩავჯექი, ხო, აი სულ მაგას იძახდა და მე თავს ინუგეშებდა ხუთი. არა უსშავსო, მაღალ ქუსლებს 15 სანტიმეტრია ქუსლებზე შეგაყენებთო. ნუ ეხლა აი თავისკება რა, ეხლა ყოველთვის ვიცოდი, ანუ როგორ გამოვიყურებოდი, თუმცა ძალიან ხშირად ბავშვობიდან, ანუ ახალგაზრდობიდან მოყოლებული ყველა ცდილობდა, ნუ ყველა რა, ანუ უმრავლესობა ცდილობდა ჩემ ასე ვთქვათ დაკნინებას, გაუფასურებას, თავისთავად ეს შურიდან გამომდინარე იყო და ამასაც ხვდებოდი, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, ვინც მე მეგობრებოდა და ანუ კარგად იყო ჩემთან, მიხაროდა თავისთავად, მაგრამ ყოველთვის მაინც მქონდა ესეთი ფიქრები რა, ცოტა ეჭვიანიც ვიყავი, ეხლა ამ ბოლო ხანებში იმდენად აღარც მცალია მაგისთვის, ეხლა რომ რაღაცაზე ვიეჭვიანო. ხო და ძალიან ეს იყო, რა თქმა უნდა, ეხლა სახეზე ვერ ვიტყვი, ეხლა რომ კრასავიცა და რაღაცა, მაგრამ ტანის წყობით და ყველაფრით მართლა ისეთი ტანი მქონდა ახალგაზრდობაში, რომ რა ვიცი, მოკლედ და სახეზე მე მაგალითად პირადად მე არასოდეს არ მოვწოდა ჩემი ცხვირი და ის რომ ეს ყბები მაქვს ესეთი, ანუ ესე გამოკვეთილად არ მაქვს და ის რომ ნუ რაღაცები ნუ მოკლედ მქონდა ესეთი და მახსოვს ერთხელ რომ ვთქვი რომ ცხვირის ოპერაცია უნდა გავიკეთო მეთქი და რაო უნდა დაიგრძელო რომ მითხარ ისე გამიხარდა და ისე მე სიამოვნა საკმაოდ ისეთი შემფასებელმა თქვა ესეთი რამე რომ მივხვდი რომ ეს ჩემი ინდივიდუალურობაა რომ ესეთი დამბადა მე უფალმა და ესეთი უნდა ვიყო და მოვიხდინო ის, ანუ აი როგორც ბარბარას რეიზადი, ხო? ეხლა ამ ხელაც რა თქვენ გონიათ ფული არ ქონდა წასულიყო პლასტიკურ ქირურგთან და ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა. ვინც კი მსახიობებმა გაიკეთეს ეს ცხვირის ოპერაცია, ანუ რო იცნობდა ხალხი ისეც და მე რო ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, უკვე დაკარგეს ის შარმი, ის დაიკარგა, ის უკვე ის აღარ იყო, ანუ სხვა იყო სტანდარტული, დაბეჭდილი რაღაცა იმისავით, რაღაც ტირაჟი როა, ხეცით, დიდი ტირაჟით რო გამოდის ერთნაირები. ხო და ასე რომ რაღაცა ხო, სახშიც იყო ხოლმე ესეთი რეპლიკები, რომ შენ გზელ ცხვირს ნუყოფ ყველგან და რაღაცა. ხო და თან კიდე ეს ჩემი წონის დაბრუნება ერთი მაგიტომაც მინდა რომ ეს ჩემი ასე ვთქვათ ცხვირი როცა ვიმატებ ეს გამფუმფულდება ხოლმე ეს ნაწილი და როცა გამხდარი ვარ ცხვირი მითხელდება ძალიან თხელი მიხდება და ნუ მოკლედ ყველაფერი თხელდება რა გახდომასთან ერთად ხო და ესე ანუ ჩემ
იმასაც ვილაპარაკე, მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ მე კიდე გზა მაქვს გასავლელი იქამდე. იმიტომ დავიწყე ხა სწორი კვება უფრო რომ ჯანმრთელობა გამომესწორებინა, იმიტომ რომ ფაქტიურად ფიზიკურად ვეღარაფერს ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც მანამდე. ანუ მოძრაობაში რო ხელს გიშლის, ახლა ზოგისთვის შეიძლება ამ ხელაწონა კარგი ჩაფსკვნილი და ჩაფუტკუნებული იყოს და ისეთი მოხერხებული იყოს, ჩემთვის მაგალითად ეს რომ შეუჩვეველი ვარ და რაღაცა ჩემთვის ან ხერხემლის პრობლემას. სხვათა შორის ხერხემლის გამრუდება მაქვს ბავშვობიდან. შესაძლებელია მაგანაც მომპარა სანტიმეტრები, იმიტომ რომ როდესაც ხერხემალი არის, ასე ვთქვათ, ესეთი სწორი უნდა იყოს და აქ სადღაცას ვთქვათ, მე როგორ ვთქვათ, რაღაც ესეთი ოდნავ გაღუნვაც რომ მოხდეს, შესაძლებელია მართლა ის რამოდენიმე სანტიმეტრი მოიპაროს. მე შვიდეთ მერვე მალი იყო, მახსოვს რაღაც ესე ლაპარაკობდნენ ბავშვობაში. და დედა მიდებდა ხოლმე იმას ფიცარს საწოლის ქვეშ და იმაზე მეძინა ხოლმე თავიდან მე შევეჩვია. ხო და რაც შეეხება ახლა იმას რომ ყველა თავისებურად ლამაზია, უბრალოდ უნდა ქალმა უნდა იცოდეს ის პატარ-პატარა ლაიფჰაკები, როგორ გამოიყურებოდეს, აი მე მაგალითად მაღიზიანებს ფოტოშოპები, ფილტრები, თუმცა TikTok-ზე რაღაცა მაიმუნობდი ჩემთვის ვერთობოდი და რაღაცა ფილტრების ისინი დავიწყე გასინჯვა რა, მაინტერესებდა რა, მაგრამ ის შევატყვე რომ ყველა ერთ სახეზე ყველა ერთმანეთს გავდა რა ამ ფილტრის დადების შემდეგ. ხო და ლაიფჰაკი შეიძლება მაგალითად მაკიაჟით რაღაცნაირად ისე იმას ქნა. რაც არ მოგწონს საკუთარ თავში ცოტათი დაფარო, მაგალითად ცხვირის კორექტირებას ისე კოხტად აკეთებენ, აქ რაღაცა ისმევენ ეს კონტურინგს, აქ მაღლწევენ, ახლა მე მაგალითად ესეთ ცხვირი მაქვს, შეიძლება ისეთი პატარა ცხვირი გამომიშდეს კონტურინგის დროს და რა ვიცი, 1000 ლაიფჰაკებია. ხო, ეს რაც შეეხება გარეგნობას, ხო და მე ჯანმრთელობის იმას რომ მოვაგვარებ, ანუ აი ამ კვებას, ანუ უკვე ჩვევაში ჩავსვავ და ეს იქნება ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა, მერე უკვე დავიწყებ ანუ გამოძერწვას სხეულის, რას ნიშნავს? ახლა ჩემ ასაკში, რა თქმა უნდა, ახლა მე რო პირდაპირ მხოლოდ წონა დავიკლო და არაფერი სხვა არ გავაკეთო, ჩემი სხეული არ იქნება დიდი სხვაობა, უბრალოდ შეთხელებული იქნება. იმისთვის, რომ ჩემი სხეული გამოვძერწო, ამისთვის დამჭირდება მე იოგას ვარჯიშები, რომ ყველა, ასე ვთქვათ, ნაწილზე მოვახდინო, ასე ვთქვათ, ის დატვირთვებია თუ რაღაც, მე დატვირთვასაც არ ვეძახი. იოგას ვარჯიში იმდენად კომფორტულია, რომ არ ვიცი, ახლა მე ერთ ვიდეოში გაგიზიარებთ, კი ვამბობდი მეთქი ვარჯიშსაც ჩავწერთქო და აუცილებლად ჩავწერ თავისთავად. ჯერ არ მინდა ახლა ესეთ წონაზე ესეთი ვარჯიშების დაწყება, იმიტომ რომ იქ შეიძლება ხერხემალი დავაზე თან ხო ასაკს რატო ვამახვილებ ყურადღებას ასაკზე, იმიტომ რომ ნივთიერებები, ყველაფერი რომ აკლდება იქ ძვალს, იმას, ამას რაღაცა ხო, სანამ ეს არ დალაგდება, მანამდე ეს ანუ დატვირთვა მაინც არ შეიძლება, დატვირთვას ვეძახი რა, ანუ ხო მიხვდით ვარჯიშები. ხო და აქედან გამომდინარე, ესე იგი იოგას ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ ზოგადად ვარჯიშები, ოღონდ არა კარდიო დატვირთვა, კარდიო დატვირთვა სულ სხვა რაღაცაა, თუმცა აქაც ახლა კარდიოც არის, ოღონდ ისეთი მინიმალური რა, აქ არის მთავარი, ასე ვთქვათ, რომ კუნთები და სხეულის ნაწილები, რასაც მე ესე ვეძახი, გამოიძერწოს და ფორმა მიეცეს. და მაშინ არის სხეული ჯანსაღად გამოიყურება და ასე ვთქვათ, ეფექტურად. ხო. სოსო ბიჭი როგორ არის? ფუმფულა სოსო საყვარელი ბავშვია. ამისი ფუმფულასთან დაკავშირებით. სოსო რო შიმშილობს თუ იცით, ერთი წამით მოვავე ხოლმე.
მოკლედ, კატას მივხედე იქ და სოსო, იცით რა არის ახლა ისეთ ასაკში, ანუ ისეთი წლოვანება აქვს, რომ გარდატეხის ასაკი და უკვე ანუ ხასიათები ეცვლება და თავისთავად ის წონაც უკვე მისთვის ის არის რა, ანუ დისკომფორტია. მისთვისაა კომფორტი. ერთი მანახეთ შეიძლება ვინმე არის ესეთი. ხო და ჯამთელი წონა, ანუ იმიტომ იძახიან ჯამთელი. არადაირად აქ არაფერ შუაში არ არის ბულინგი, უბრალოდ უნდა ესმოდეს ადამიანს, რომ ჯამთელი წონა რას ნიშნავს, ანუ ეს არის ჯამთელობა. პირდაპირ ჯამთელობაზე აქვს საუბარი და არა მხოლოდ სილამაზეზე. თუმცა ახლა სოსოს თავისთავად იქ მარტო ჯამთელობაზე ბავშვია და უფრო, ანუ ბავშვი რა მოზარდია და ეს უფრო გარეგნულ ამბავში ადარდებს, ხო? ხო და ამიტომ ახლა კი საყვარელია და რაღაცა, მაგრამ უკვე ისეთ იმაშია, რომ აღარ მოსწონს თვითონ ეს სიფუმფულე, სიფუმფულე. ფუმფულა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფუნთუშა და კარგი ამოფუმფულებული ბისკვიტები. ხო. ხო, აი ეს თამუნა ლუმიძემ დამიწერა ესეთი კომენტარი. შედარებისთვისო ვიყიდეო პლანტას წარმოებული ქართული, ანუ პომიდორი, კარგუში და ვიყიდე იმპორტულიო პომიდორიო. გემო ჰქონდა განსხვავებული. როგორც სადა დედამიწა მართლა როგორც დამიწერე, ესე განსხვავდება. რატო? იმიტომ რომ ის სხვანაირ პირობებში მოყავთ. ის კიდე ეს მასიური, აი ეს ჭყალებში პრაიზოსტვა რა, ესე მიდის რა და ეს არის აი გულით და სულ აი ეს მოვლილი და მაქსიმალურად რო ცდილობენ რომ ბევრი ის არ გაუკეთონ რა, ეხლა მხოლოდ ნატურალური სასუქი. იცით ყველამ ხო ალბათ რას ნიშნავს ნატურალური სასუქი. ხო და უფრო ისეთი გამოდის, უფრო ბუნებრივი, ხო და მე მაგალითად მაგას ვარ დაკვირვებული, ეხლა ის პლანტა არ არის, მაგრამ აი ეს შეკრებს ვყიდულობ ხოლმე ხანდახან მწვანილების შეფუთული როა. ესე იგი, რეჰანი ვიყიდე ზაფხულში, კონა ქუჩაში, ანუ ჩვეულებრივი და ის. ხო, ვითომ სუნით თითქოს გავს ერთმანეთს, მაგრამ რაღაცნაირად ის შეფუთულში იყო განსხვავდებოდა. ის რომ სადილში გაუკეთე, უფრო რაღაცა გემრიელი გამოვიდა, უფრო არომატული და იმეორე რეჰანით ისეთი არა. აი ვითომ და რეჰანია, ხო, მაგრამ ესეთი სხვაობა, რა თქმა უნდა, პომიდორსაც იქნება გემო, ესეთ მოყვან პომიდორს და ის რაღაცა პლასმასის და წყალ და არაფრის სხვათა შორის, ვისაც პომიდორი გინდათ მაინდა-მაინც ზამთარში პომიდორის სალათები თუ ისე ზოგადად რა პომიდორი მაგას ჯობია, ანუ პომიდორის ყიდვას ჯობია ჩერი იყიდოთ, იმიტომ რომ ჩერი ყველა სეზონზე თავისი მოტკბო გემოს და არომატის წყალობით ანუ იმიტაციას ქმნის, რომ ჯერ კიდე ზაფხულია რა. ანუ მე ესე ვაკეთებ ხოლმე თუ მაინდა-მაინც ძალიან მომინდა პომიდორი, ჩერის ვყიდულობ ხოლმე ზამთარში. ხო, დიდი ხანია არ მიყიდია. არ მაქვს მაგის საშუალება, იმიტომ რომ 1 კილოგრამი ეს ჩერი იმდენი ღირს, რომ ჩემი დღის ნორმა გადაჭარბდება. ხო. ხო, რაც უდი რამეა ნათესაური შური, როგორ მესმისო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მგონი მარტო შური მუშაობს საერთოდ საქართველოში. მარტო საქართველოში. ეკა არა, მარტო საქართველოში არა, მთელ მსოფლიოში. გამეფებულია ტყუილი, შური, შეჯიბრი, აი ანუ ვინ უფრო მაგარია და ну არის კი ახლა ფსიქოლოგიაში ესეთი რაღაცა ადამიანები რო იბადებიან, ხო? პირველობის, ანუ ფსიქოლოგიაში არის ეს რომ პირველობის სურვილი ყველა ადამიანში დევს, ეს როგორც აი გენეტიკურად რა აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ ზოგს პროცენტულად მეტი, ნაკლები აი ესე რა. ზოგს აქვს გადაჭარბებული, აი სიგიჟეშიო გადადის და
რაღაცად ვერ კმაყოფილდება, სანამ უყვარს არ მიიღებს და აქედან მოდის მე შური თუ რაღაცას ვერ აღწევს ადამიანი შურს სხვისი ვინც აღწევს რა თქმა უნდა ეს პირველად ნახე ეს კომენტარი ეტყობა ახალია აი კაი რა ახლა ნახე ბარემ გაგცემ პირდაპირ პასუხს ბებია და ბიჭულა რომელ რაიონში და სოფელში ცხოვრობდნენ ესა ბევრ რამეს ბავშვობაში ვერ ხვდებით და დიდებაში რომ ვაანალიზებთ საშილად მოქმედებს მის შენია კი იცით რა არის საერთოდ ნებისმიერი ფსიქოლოგს კითხეთ ბავშვობიდან მოდის ძალიან ბევრი ტრამვები და აი ეს ბავშვობაში დაგროვილი ტრამვები გადაპირობებს მე ჩვენ სულ მინდა ხოლმე თქვა დალინიაში შემდგომ ცხოვრებაში ხო და ბებია ანუ ბაბო და პაპა დუშეთის რაიონის სოფელი გრემისხევია იქ ცხოვრობდნენ იქ დაიბადა დედაჩემი თავისი დები და ძმა იქ ცხოვრობდნენ მე დედა წამოვიდა მგონი 14 წლის იყო თუ 15 წლის თბილისში ჩამოვიდა სასწავლად ანუ ხო დასთან ჩამოვიდა და გათხოვილი იყო უფროსი დაყავდა გათხოვილი იყო თბილისში ცხოვრობდა დასთანჯერ მე ქირაობდა მე მარჯანიშვილის თეატრში რომ მუშაობდა მამა იქ გაიცნო მამაც მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა იმ პერიოდში ჩვენ ანუ სადაც მე ვცხოვრობდი 45 წელი წინ ამისა მარჯანიშვილის თეატრის გვერდზეა რა უშენ ჭყეიძე არ მახსოვს ვინ მოაწყო ალბათ ბებია ჩემი იმიტომ ბებია ჩემი ძალიან ისეთი ყოჩაღი ხალი იყო რა და მამა მუშაობდა რა ახალგაზრდობაში სხვათაშორის ტრადიცია იყო ესეთი მარჯანიშვილის თეატრში ყოველთვის ვიღაცა ანუ არ ვიძახი ძალიან ცეთ საპასუხისმგებლო საქმეებზე მომსახურე პერსონალი რა ხო მამა გამნათელის ის იყო რა დამხმარე დედა გრიმიორის დამხმარე ნერწყვი გამეჭია ხო და მოკლედ იქ იყო ეგრეთ წოდებული დარაჯების იმის ანუ ეს დეკორაციების გადმოტანის და ძირითადად უნელები მუშაობდნენ ხოლმე როგორც წესი თან ახლოსაც იყვნენ უცბად გადაიბედნენ გადმოიბედნენ ხო ხო და ასე რომ ბიცოლა მე როგორც ვიცი ქართველი არ არის ანუ საქართველოში დაბადებული კი არის მაგრამ გენებით არის ბერძენი ხო და მოკლედ რაღაცა წალკის რაიონი იყო ბერძნების თუ რაღაცა ესეთი ბუნდოვნად მახსოვს ხო კი ეს ირმამ დამიწერა ესეთი გულზე მომხვდაო ცუდად რა საშენი ყოფილა აი იმ მომენტში რასაც მე განვიცდიდი ბავშვი ხო არც ერთ თქვენ შვილს არ გამოევლოთ ეგ გრძნობა და არც ერთმა თქვენმა შვილმა არ განიცადოს ეს ძალიან საშინელი რაღაცა თავდაჯერებულობას კარგავ ადამიანი აი რაღაცნაირად თითქოს აი ჩაგრავენ რაღაცა როგორ ვთქვათ რაღაც აი ნიდა დადალიო თუ როგორ ვთქვათ აი რაღაცა ნაკლოვანების ისა გაქვს რა და ჯერ ისედაც მშობლებისგან ყოფნი და მშობლებიც კარგად მაშინ სხვა დრო იყო ნუ მოკლედ მაგალითად მამა ჩემი იძახდა ესეთ რაღაცას რუსული ფრაზაა ესეთი ბეის ვაიხ შტოპ შუჟი ბაიალის ანუ სხვებს რომ ეშინოდეთო საკუთარი გალახე
ხო და ძალიან ხშირად ვიცემებოდი, უსამართლოდაც ვისჯებოდი, მოკლედ ეს შეგრძნება ეს უსამართლობის რომ მქონდა და თან პატარა ვიყავი უსუსური ვერც პასუხს ვერ ვცემდი ვერაფერი, პასუხს გავცემდი და უარესად ხვდებოდა და მოკლედ ესეთ იმაში გამოვიარე და ეს ჩემი ცხოვრება, ბავშვობა და ახალგაზრდობა. ხო, რასიზა ვერაფერს ვერ იზამ. ერთადერთი ჩემი შველა თუ შეიძლება ითქვას მაგას შველად უქვია იყო ის რომ და ოჯახიდან ანუ წავსულიყავი საწახვალ ხო ანუ გადარჩენა გათხოვება ხო და მე არის კიდე ესეთი რაღაცა ვაის გავეყარე უიშევეყარე ხო ძალიან ბევრს ქონია ესეთი ის რომ ოჯახს გაექცა ვითომ გათხოვდა და უარესი დახვდა მაგალითად იყო ესეთი მაგალითი ესეთი შემთხვევა დასავლეთში სადაც სოფელი გვაქვს ჩვენ იქ ერთი გოგო იყო ძალიან მძიმე ბავშვობა გამოიარა განსაკუთრებით დედის მხრიდან ძალიან დედა წარმოიდგინე ძალიან ისე ცუდად ექცა დედა მამა და მოკლედ აი როგორც იქნა დააღწია ამ ყველაფერს თავი გათხოვდა ძალიან კარგი მეუღლე შეხვდა ყველაფერი მაგრამ აი რაღაცა მომენტმა იმ ხელა ეს როლი ითამაშა და გადაწონა რომ აფექტურ მდგომარეობაში იმდენად ანუ ეწყინა თუ რაღაცა ანუ გაბრაზდა ეწყინა რა ვიცი ნუ აფექტის მდგომარეობაში იყო რომ გამწარებულმა ეს ბავშვობიდან რაც მოყვა ეს ხო ეს ტვირთად და ის რა ქვია 10 ტონი სოფელში 10 ტონები უფრო ისეთი დიდი ესე გადაკრა და დარია მე წაიყვანეს საავტოფოში გადარჩენას ცდილობდნენ მაგრამ ტანჯვა წამებით გარდაიცვალა და დედამისი კი არ მოთქვავდა და რაღაცა მივიდა იმ სახლში სადაც იყო გათხოვილი და რაც მისი ნივთები იყო და რაც გამოატანეს თუ რაღაცა იმის მოთხოვნით მივიდა მხოლოდ და წაიღო ესეთი მშობლებიც არსებობენ კი მეგობრებო ასე რომ ახლა რომ ვთქვათ რომ ყველა დედა არ არის ყველა დედა ზოგს თავისი ინტერესები უფრო პრიორიტეტში აქვს და თავის წინ აყენებს ვიდრე შვილებს და ასე და ასე შემდეგ არიან ესეთები ძალიან ბევრი ხო ნუ ახლა არ მინდა ესე ცუდ ნოტაზე დავასრულო ეს ვიდეო კომენტარების პასუხი გამომივიდა მოკლედ რა ვიცი უნდა მე ესე მიმაჩნია საერთოდ როცა მე ხარ ეკრანიდან კიდე მიჭირს ესე ლაპარაკი და ცხოვრებაში როცა ადამიანებს ხვდები ხო რაღაცნაირი იცით როგორი გრძნობა მაქვს ადრე არ მქონდა ესე რა თქმა უნდა ეხა ახალგაზრდობაში და მერეც ყველა თითქოს რაღაცა ჩემ ახლობლად ჩემ აი შინაურულად ვუყურებ ყველა ადამიანს ცუდად ლაპარაკობს თუ კარგად არ აქვს მნიშვნელობა თუ გაღიზიანებულია იმაზეც კი მედარდება ხოლმე რაღაც მომენტში ოღონდ ცხოვრებაზე ვიძახი ანუ ცხოვრებაში ხვდები რა ეს ადამიანებს ანუ რაღაცა თითქოს მინდა ხოლმე რომ რაღაცა იქნებ რაღაცით შეიძლება დაეხმარო აი მაგალითად მუშაობის პერიოდში კიდე როგორღაც ვახერხებდი ხოლმე და მაგრამ ეხლა ვიღაცა იტყვის კაცო ვინ ახარ შენ ვინ გეკითხება და რაღაც ხო ამასაც ვითვალისწინებ ხოლმე მაგრამ ეს ჩემს სურვილებს ვახმოვანებ რომ მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მაგრამ ნახეთ არის ხოლმე ხანდახან ყოველთვის არა დიდება უფალს რაღაცა პერიოდები მაქვს როცა არ ვიცი რაღაცაზე ვბრაზდები თუ რაღაცა ისეთი ხდება რომ აი გავწყრები ხოლმე მთელ სამყაროზე და არავის დანახვა და არავის ატანა არ მაქვს ხოლმე და ნუ არ ვიცი აი ძალიან კატასტროფული ისინი მაქვს ხოლმე რა ფიქრები და ნუ კიდევ კაი დიდება უფალს რომ დიდხანს არ გრძელდება ხოლმე ეს ალბათ იქიდან გამომდინარე რომ რაღაცაზე ანუ ბრაზობ ან რაღაც ესეთი თორე როგორც ასეთი აი შინაგანად არდებს როგორც ჩანს ეს ზედაპირულია უფრო ასე რომ ესე
ხო და მოკლედ მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ჯობია დავასრულო. კარგით, აბა დროებით დაგემშვიდობებით. შეიძლება რაღაცა დამავიწყდა, მე გამახსენდება და იმედი მაქვს ჩავინიშნავ და ხვალ ვისაუბრებ იმაზე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო თემებია ისეთი საჭირო ბოროტო. კარგით, აბა გაკოცეთ და ხვალამდე.